ამ პროექტმა გაიარა 3 ინსტანცია. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო, ეს არის თბილისის მერია და ეს არის თბილისის საკრებულო. იმიტომ რომ 2014 წლის ზაფხულში შეიტანეს ცვლილება მე-5 კატეგორიის მშენებლობებში და დაემატა ერთი ფრაზა, ეს არის ხაზობრივი ნაგებობა, რომელიც შევიდა ამ მე-5 კლასის მშენებლობებში, ამიტომ ამ შემთხვევაში პანორამას ითანხმებს არა მერია და კულტურის სამინისტრო, არამედ ეკონომიკის სამინისტრო. დარჩენილია ეკონომიკის სამინისტრო და ნებართვის ააღება. ანუ დღევანდელი ვითარებით ეს ნებართვა გაცემული არ არის, ხოლო დარჩენილია ეკონომიკის სამინისტროში ამ პროექტის შეყანა. წინააღმდეგობის რამდენიმე მოტივი არსებობს. პირველი ის, რომ არ არსებობს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის. არ არსებობს დღემდე დასაბუთება, რატომ არის აუცილებელი ამ პროექტის განხორციელება იმ 3 სალოკაციო ადგილზე, სადაც არის ეს დასახელებული. ეს არის სოლაკის ქედი, ეკავშირის ყოფილი შენობის ადგილი და ერეკლეს მოედანი. მათი მხრიდან, პროექტის ავტორების მხრიდან დასაბუთება არის ასეთი, რომ იმიტომ ვაშენებთ ამ ადგილას, რომ უზროვქონებას მიწის სახით და შენობა ნაგებობების სახით ვფლობთ კონკრეტულად ამ 3 ლოკაციაში, რაც არგუმენტი ვერ იქნება. და შემდეგ ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ ადგილას არის მომგებიანი მათთვის ასეთი ტიპის პროექტის განხორციელება. რაც შესაძლებელია მათი მხრიდან ეს არის არგუმენტი, მაგრამ ქალაქთან მიმართებაში ეს არგუმენტი ვერ გამოდგება. დასაბუთება უნდა იყოს სხვა თვალსაზრისით. ქალაქს რატომ უნდა აწყობდეს კონკრეტულად ამ ადგილას მისი მშენებლობა, იმიტომ რომ ეს არის კერძო პროექტი. ეს არ არის ის პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ან სახელმწიფო ახორციელებს. ამ შემთხვევაში საუბარი არის კერძო პირზე თუ კერძო პირებზე. ფონდი იქნება ეს თუ ერთი ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა, რომლის ეკონომიკურ მოგებაზეც არის გათვლილი ეს პროექტი. ქალაქთან მიმართებაში ეს ვერანაირ დასაბუთებას ამ თვალსაზრისით ვერ უძლებს. არის კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ის საკითხი, რასაც ქვია იუნესკოში თბილისის ისტორიული ნაწილის ნომინირება, რომელიც უკვე ნომინირებულია და იმ შემთხვევაში თუ სწორედ აი ამ საზღვრებში ასეთი გრანდიოზული თანამედროვე ჩარევა განხორციელდა, ეს შესაძლებელია გახდეს საფუძველი იმისა, რომ იუნესკომ უარი უთხრას თბილისს ამ სიაში შეყვანაზე და ეს იქნება ძალიან დიდი მარცხი ამ თვალსაზრისით, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. მესამე არის სოციალური მომენტი. თქვენ წარმოიდგინეთ რა მასშტაბის მშენებლობაზეა საუბარი. ეს მშენებლობა უნდა განხორციელდეს და გაიწევოს რამდენიმე წელიწადი. ის სამშენებლო მასალა, რომელიც უნდა ავიდეს სოლაკის ქედზე, ან ის მიწისქვეშა პარკინგი, რომელიც უნდა განთავსდეს თავისუფლების მოედანზე, როგორ გადატვირთავს სატრანსპორტო კვანძის კუთხით ნაკადებს, როგორი იქნება ვიბრაცია ისტორიულ ქალაქში განთავსებული შენობებისთვის, რომელთა კონსტრუქციული მდგომარეობა ისედაც მძიმეა, როგორი იქნება ეს დისკომფორტის თვალსაზრისით არა. და კიდე არის გარემოსდაცვითი მომენტი. ანუ მესამე ეს არის გარემოსდაცვითი მომენტი. ჩვენ ფაქტიურად სოლაკის ქედზე აქ საუბარი ამ შემთხვევაში ხელოვნურად განაშენიანებულ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში მწვანე საფარს ვანადგურებთ იმიტომ, რომ სოლაკის ქედის ის ტერიტორია ბეტონის სალტეებში, ასე ვთქვათ, მოვაქციოთ და მე ამ ბეტონზე განვათავსოთ მწვანე საფარი. რაც რა თქმა უნდა ვერ იქნება იმის ადეკვატური, რაც იყო თავის დროზე ბერიას დროს განაშენიანებული მწვანე საფარის სახით, არა? იმიტომ რომ ბეტონზე ამოსული ხე, უბრალოდ არ არსებობს. აქ შეიძლება იყოს მხოლოდ დეკორატიულ ნანგრევებზე საუბარი, რომელიც ვერ მოგცემს აი იმ ბალანსს, რა ბალანსიც ახლა არის ამ თვალსაზრისით. ჩვენი მხრიდან როგორც ასეთი კვლევები არ არის, ჩვენ ამ შემთხვევაში სამართლებრივი თვალსაზრისით მივდივართ და ვამზადებთ სარჩელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ პროცედურის როდესაც საუბარია პროექტის დამტკიცების პროცედურაზე, დაირღვა რამდენიმე კონვენცია. ამ შემთხვევაში ეს არის გრენლანდის კონვენცია არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, სადაც პირდაპირ წერია, რომ ახალი მშენებლობა ისტორიულ ნაწილში არ უნდა იწვევდეს ვიზუალური აღქმის გაუარესებას.
აქ არის ოფუსის კომერციაზე საუბარი, სადაც გარემოს დაცვითი კუთხით არის ეს კომერცია და კულტურულ მემკვიდრეობას განიხილავს როგორც გარემოს ერთ-ერთ სეგმენტს. და მესამე ეს არის ფაროს კონვენცია, სადაც საუბარია, რომ ინვესტიცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კულტურულ მემკვიდრეობას. აი და ოფუსის კონვენცია თვალსაზრისით კიდე აუცილებლად აღიარებს ამ ტიპის პროექტების დამტკიცების გამჭვირვალობას და საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. აი ამ თვალსაზრისით ეს პროცედურები დარღვეული იყო და ჩვენ ვაპირებთ და უკვე მზადდება ეს არჩევანი და ჩვენი არგუმენტი სწორედ იქ იქნება მოყვანილი. სხვა საქმეა ამას მიიღებს თუ არა სასამართლო, მაგრამ ჩვენი მხრიდან ეს იქნება აუცილებლად გაკეთებული. მეორე ეს არის უკვე საზოგადოებრივი აქტივობა. ჩვენ გავერთიანდით რამდენიმე ორგანიზაცია. ეს არის თბილისის სამხარე, ეს არის პარტიზანული მებაღეობა, ეს არის იარე ფეხით, ეს არის ის ხალხი, ვინც აპროტესტებს საყდრის რაჭის ჰესების აშენებას და ასე შემდეგ. ეს არის ასევე არქიტექტურული ფორუმი და დავაანონსეთ აქცია 31 იანვარს 3 საათზე საკრებულოსთან, სადაც საზოგადოება უნდა აჩვენოს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე დიდი კაპიტალის მქონე ადამიანებს, რომ ეს ქალაქი მათია და არა ხელისუფლების.